მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერლებო. მოგესალმებით ყველას, ვინც შემოხვედით ეხლა, აქ ჩემთან. აი ესეთი წარმატება გქონოდეთ. სუნდა მაღალ ვიბრაციული ჟღერადობით გესალმებოდეთ, რომ გადმოვიდეს თქვენზე სიმშვიდე, რაციონალურობა, სწორი აზროვნება, ნათელი გონება, კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა და რაც თავარია, ყველაფრის ობიექტურად სამართლიანად აღქმა იმ პროცესების, იმ მოვლენების, რაც დღეს ხდება არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ სრულიად მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა შესავალი იქნება ჯერ და მერე გადავალ გაშლაზე. იცით რა არის? ეხლა რამოდენიმე ვიდეო შემხვდა. მე იმათ კოლეგებს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ კი, შეიძლება ამბობენ, რომ არიან ტაროლოგები, შლიან კარტს და აქვთ ეს მთელი ამბები, მოკლედ, ხო? მაგრამ მე მათ ვერ უწოდებ ტაროლოგებს, რატომ? ტაროლოგები იყვნენ, კი ბატონო, რაც უნდათ ის უწოდონ თავიანთ თავებს, წინასწარმეტყველები, კიდე დაიცადე რას ამბობენ, ნათელმხილველები და რა ვიცი კიდე რაღაც, სხვადასხვა რა, მოკლედ. არა აქვს ეხლა ამას არსებითი მნიშვნელობა, მე რა მაქვს მხედველობაში, ხო? ის რომ არასწორი ინფორმაციას გადმოსცემენ და ეხლა მე არ ვიცი პირადზე როგორ შლიან, ალბათ შლიან და კარგადაც გამოსდით, იმედია. მაგრამ მე რას ვიძახი, ნახეთ? მე რა მინდა გითხრათ, აი საქართველოსზე 2025 წლის წინასწარმეტყველება ქონდა დადებული რამოდენიმეს და დამაინტერესა, იმიტომ რომ ცნობის მოყარე ვარ და აი ბოლომდე ვერ უყურე, სიმართლე გითხრათ, ვერჩუამდე მივედი, რომ დაიწყეს უკვე ბლა 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 ბლა. გადავედი და ვაფშე გამურთი. რა ხდება, უყურეთ? არ უნდა აურიო ადამიანმა შენ რა გინდა, შენი პირადი ინტერესი იმასთან, რაც ხდება და რა ინფორმაციასაც გაწვდის ენერგოსაინფორმაციო წყარო. შენი ფანტაზია, შენი ილუზია და შენი რაღაცა იქ მიზნები და რაც შენ გეხატება ეს არ უნდა გადმოსცე. არ შეიძლება ეს ეთიკური დარღვევაა. ხო? ეზოთერიაში ასეა, მეტაფიზიკოსებიც ამას ამბობენ და გინდა წინასწარმეტყველი იყავი, ექსტრასენსი იყავი და რაც გინდა ის უწოდე შენ თავს. რისი თქმა მინდა ეხა აი ამით, ხო? ესე იგი, ის რომ ჯერ ერთი უსურვებენ საქართველოს საქართველოს მიმართ არაკეთილსინდისიერი მესიჯებით საუბრობენ, რომ ჩაიკეტება ყველაფერი, რომ მოვწყდებით ყველანაირ ევროპას და ამერიკას და ესე იგი, იმაში გადავეშვებით რაღაცა. რა სისულელია, საიდან მოგაქვთ ხალხო, რა უფსკოლში ჩავეშვებით და სად გადავეშვებით. კიდევ ერთხელ ვიძახი და ვიმეორებ. ვისაც ყური აქვს ისმინოს, ვისაც თვალი აქვს დაინახოს და დაე ყველას გონება გაუნათდეს. კარგად მომისმინეთ. ეხლა იწყება საქართველოს აღმავლობის პერიოდი, ოქროს ხანა, შეიძლება ითქვას. აი აბრეშუმის გზა. იცით როდის იყო საქართველოში გაყვანილი? მეფე დავით აღმაშენებლის დროს. როცა აყვავა საქართველო და სანამ აყვავებდა, ჯერ დაიწყო გაწმენდვა. და იცით თქვენ სასულიერო პირებსაც კი როიტყვიან ახადა კაბები და გადაპარსა წვერულვაში, ხო? და გააგდო კუდამოძუებული იმას აქნა, რო ქვია, შესვა ჯორებს თანათ უკნიდან და ეგრევე, დავაი, გაუშვა
საქართველოდან გაყარა რა ეს ხალხი. ვინ? მზაკვარი შიდა მტრები ძირს რო უთხრიდნენ ქვეყანას. ხო. აი ის მტრები, ვინც ძირს უთხრიდნენ საქართველოს. აი ესე მოუვათ ყველას. მე არ ვიცი ხა ვინ რა არის. ამას სამყარო გადაწყვიტავს და ის ნათელი ძალები, რომლებიც ჩამოდიან. და უზენაესი სამართლიანობა დამყარდება ჩვენს ქვეყანაში. და ღვთიური ენერგია მოდის. გეუბნებით მე თქვენ. შევდივართ უკვე ამ სიტუაციაში. მოვიდა ის დრო, რომ სრულიად სამყაროში უნდა დამყარდეს სამართლიანობა. ეს რას ნიშნავს? ხო, ვითომ რაღაცეები ამოტივტივდა, არა ბატონო, ფსკერამდე ჩადის ინფორმაცია და ყველაფერი უნდა გამომზეურდეს ბოლომდე. ეს ახლა თქვენ პირად ცხოვრებას არ ეხება და ფიქრებს. მე ვიძახი, არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე, გამყიდველებზე, სულით გამყიდველებზე და რა ვიცი, რა უწოდო მათ, მზაკვრებზე, ვინც თავიანთი გამორჩენის გამო მზად არიან, გაყიდონ, გააცამტყერონ და რა ვიცი, ყველაფერზე მიდიან, რომ ძირი გამოუთხარონ თავიანთ ქვეყანას რა. და მე არ ვიცი, მათ გონიათ რომ ეს შერჩებათ? არავითარ შემთხვევაში, ჯერ ერთი ყველა გეგმა ჩაეშლებათ, აბსოლუტურად სულ ყველას. ამას არ დაუშვებენ. კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოს ყავს ძალიან დიდი მფარველები. მთელი აი ზეციური საქართველოს წმინდანები, ხო? არიან ზემოდან ჩამოსულები, განსხეულებული ადამიანებში. აი ხორცს შესხმულები არიან ადამიანებში და ადამიანების აი ამ ხორცით აკეთებენ თავიანთ საქმეს. დიახ ბატონო, სადარაჯოზე არიან, რომ საქართველოში არ მოხდეს მსგავსი, არც ომი, არც დაპირისპირება, არც ძალადობა, არც რაიმე მსგავსი საშინელება, რაც დააქცევს ჩვენს ქვეყანას. ამაზე არც იოცნებოთ თუ ეხა ესეთები მიყურებთ, იმიტომ რომ ეს აი ესე მოვიდა ეხა. იყო პერიოდი ბატონობის, როცა ბნელები ბატონობდნენ, დაიპყრეს დედამიწა, დაიმონეს ეს ხალხი და ატრიალეს როგორც უნდოდა, თუნდაც ეს ბოლო წლები გავიხსენოთ, კოვიდით, შიში, სტრესში, რა ვიცი, რით არ რა დღეში იყვნენ. ამით იკვებებოდნენ ეგენი. მერე ვაქცინებით, ხო? ეს იყო აბსოლუტურად ცრუ ვაქცინები, რომლებიც პირდაპირ მიზანმიმართული იყო. ჯერ ერთი ბოლომდე არ ქონდათ გამოყენებული რა სუბსტანცია შიგნით, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირ მიზანმიმართული ძალიან დიდი ექსპერიმენტი ადამიანებზე, როგორც ვირთხებს უკეთებენ აისე. და იცით რაზე იყო კიდე? სულიერება რო ჩაეკლათ ადამიანში. აი სულიერება, ის ინსაიდი, რაც ადამიანს აკავშირებს ღმერთთან. მაგრამ ღვთისყალობა უდიდესია და ვერ ბოლომდე ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ყველას DNK სხვადასხვა არის, განსხვავდება და ინდივიდუალობას აქვს მნიშვნელობა ადამიანისას, ბუნებას და ასევე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც თავარია, მერე ომი მოაწყვეს, რატომ? რომ შეემცირებინათ დარტყმა, რუსეთი დაესოსტებინათ და სლავიანურ რასაზე, რომ ამოეხოცათ რა ერთმანეთი. და ეს ყველაფერი მიმდინარეობს უკვე 4 წლის განმავლობაში, 5 წელი. დამთავრდა ბოგინი ბოროტების. ამდენს ვეღარ გაუძლებს სამყარო. და კიდე რა სიბოროტეები აქვს გაკეთებული, აღარ ვლაპარაკობ ტრანსგენდერობაზე, აღარ ვლაპარაკობ იმ საშინელ ისა მშობელი 1 და მშობელი 2-ზე და ასე შემდეგ, აღვირ ახსნილობაზე, რამაც ისტორიიდან ცნობილია. პირველი უძლიერესი რომის იმპერია, კალიგულას მმართველობის დროს გაქრა და დაინგრა. რატომ? იმიტომ რომ სამყაროს კანონებს არ ღვევ. ღვთიურ კანონებს არ ღვევ. შენ როცა გადადიხარ დიდ
აღვერ ახსნილობას შენ ადამიანის სახის კარგა, ვიმხატებას კარგა, მიღვთიურობას კარგავ, რაც ღმერთმა შენ მოგანიჭა აქ მოვლენით. შენ ცხოველიც არ ხარ, ცხოველიც კი გჯობია შენ და მაშინ ხდება ისეთი რაღაც, რომ ღმერთი აქრობს, ერებს, ქვეყნებს და ანადგურებს, ან კატაკლიზმებით, ან ომებით, ან ეპიდემიებით და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ და იწყება დიდი წმენდვა. და ყოველთვის ასეა. ისტორია მეორდება და ეს ჩემი მოგონილი არაა. და რაც შეეხება საქართველოს. ბოლომდე ყველა ფერს აეხდება ფარდა. გამოაშკარავდება, გამომზეურდება აბსოლუტურად ყველაფერი. მე ხა მხედველობაში მყავს ზაკვრები, ცრუპენტელები. რა გონიათ ამ ქართულ მასმედიებს? ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. TV პირველი, თავარი, კიდე რომელი არხები გაქვთ, თქვენ საცოდავებო. რომ ესე იგი ამ 21 საუკუნეში ადამიანი ხა TV პირველმა რო არ გადმოსცეს და მთავარმა, ესე იგი ვერ გავიგებ ინფორმაციას რა ხდება მსოფლიოში? აბსოლუტურად რომ რადიკალურ ინფორმაციას გადმოსცემ და საერთოდ რომ ცრუ თქვენი ინფორმაცია და თქვენეულად გადათარგმნილი როა ყველაფერი. თქვენ როგორც გაწყობთ ისე. რა თქონიათ ვერ გადავამოწმებ და არ არსებობს სხვა ახალი ამბები? იგივე BBC News-ები და CNN-ები და ვერ შევალ და ვერ წავიკითხავ? მართლა რა მოგივიდოთ ხალხო, გონიათ თქვენი პროპაგანდა ეხლა ეს ყველაფერი ამდენი რამე გავიარეთ და ხალხი კიდე დაიჯერებს თქვენ ამხელა სიცრუეს და თქვენ რაღაცა ერთუჯრედიან ლოზუნგებს? იმათ ვინც მიყურებენ, იმათ გულისხმობ. არა ბატონო. სხვა ენერგიები შემოდის სიმართლის ენერგიები, ღვთიური ენერგიები და არ დაუშვებს მეთქი ღმერთი. მორჩა, დამთავრდა ის თქვენი პროპაგანდისტული ცილისწამებლური სიუჟეტები და ახალი ამბები. მორჩა, დამთავრდა. და მით უმეტეს საქართველოში. აქ გონიერი ხალხი ცხოვრობს რა და აზროვნებს. ფულზე გაყიდულებო თქვენ. სულ გაყიდულებსაც არ დაგარქმევთ. თქვენზე საერთოდ როგორ შეიძლება საუბარი? თქვენ ადამიანებიც არ ახართ, ჯერ რას გავხართ? მახინჯები ყველა. აზროვნებაზე ხო საერთოდ აღარ მინდა საუბარი და ამხელა მილიონებს იღებდით რისთვის, რომ ესე გაგენადგურებინათ, ძირი გეთხარათ და საქართველოს დაგექციათ და ვინ უნდა მოსულიყავით თქვენ? სიბოროტით და სიძულვილით სავსე? თქვენ ხროვა, თქვენ ბოროტების ხროვა. ძალიან ცუდად დაასრულებთ. კიდევ ერთხელ ვიძახი. ღმერთი არის უზენაესი სამართლიანობა და ისინი ეხლა აქ რო პროგნოზებს დებენ 2025 წელს საქართველოს ვერ გაიხარებს. როგორ ლაპარაკობ მაგას? შენ ტაროლოგი ხარ თუ ვინ ხარ, ექსტრასენსი ხარ თუ არ ვიცი კიდე რა გიწოდო. და ამ ქვეყნის შვილი არ ხარ, როგორ იძახი შენ ეგეთ რამეს? ევროპა ყველაფერი? ევროპაში თუ ვერ შევედი, ესე იგი რა, დაქცეულა ქვეყნიერება, ძალიან დიდი პრობლემები ელის ევროპას. მე როგორც მეტაფიზიკოსი გელაპარაკები. ძალიან დიდი. და უახლოეს მომავალში, ახლა, ძალიან მალე. უკვე პრობლემები აქვს. და ვაფშე ევროკავშირი დაიშლება ძალიან მალე. და საერთოდ სხვა რადიუსზე გადადის სამყარო. სხვაგან გადავდივარ, სხვა სიხშირეზე. და იცი ტრამპმა რა თქვა ეხა ბოლოს? რომ ოჯახურ ღირებულებებზე, რელიგიაზე ავაშენებო მეო სახელმწიფოსო, იმიტომ რომ მცხვენიაო ტრამპის ადმინისტრაციის
წევრი გამოსული იყო მრცხვენია, რომ NGO-ები, USAID-ები და ასე შემდეგ, სოროსები და ხლამები, სატანისტები და ბნელები, რომ რელიგიასო, ანუ როგორ უპირისპირდებოდნენ ყველა ქვეყანაშიო და ესე იგი ადამიანს რისიც წამს იმას, ესე იგი, ანუ ულანძღავდნენ და რა ვიცი მე. უღმერთო იმაში გადავდიოდით რა, სისტემაში. და უღმერთოები იყვნენ ბოლშევიკები. და რა ბედი ეწიათ მათ. და მაგრამ თქვენ გადააჭარბეთ, მე მგონი, ბოლშევიზმს აღემატებოდა თქვენი ზიზღი მით უმეტეს აქ. მოყვასთან დაკავშირებით. ქოცია ჩაუფურთხოთ, ქოცია მოვკლათ, რა შუაშია ქოცი, ჯერ როგორ უნდა დაყო ადამიანი ნაცად და ქოცად. თქვი არა ადამიანებო მართლა. არა უშავს. უზენა ეს სამართლიანობა არსებობს. მე მჯერა მწამს და ვიცი, რომ აი ზუსტად ბუმბერანგივით დაგიბრუნდებათ და თქვენ ისეთ დღეში ჩავარდებით, რომ გარეთ გამოსულა. გამოსვლის შეკრცხვება და ის ვიდეოები, ვინც დადო წინასწარმეტყველება 2025 წლის საქართველო არ გაიხარებს, ეგრევე აიღეთ თქვენ საწოდავებო, წაშალეთ. ანტე იდოს, რომ გაიგოს ხალხმა. როგორი მართლა ცრუპენტელები ხართ. რა იყო თქვენ სოროსელები ხართ, USAID-ელები, თუ ისინი რა ქვია. ჯანდაბა ქვია, მაგათ არც მინდა გავიგო, არც მინდა გავიმეორო. თქვენ რა გელით? აგერ აი ზემოთ. უზენა ეს სამართალი არსებობს. სამყარო გაგისწორდებათ, მიგიჩენთ ყველას თქვენ ადგილს. NGO-შნიკებო, თქვენ საწოდავებო მართლა. ხო და ყველა მაიღოს წინასწარმეტყველებები რო უდევთ იქ 2025 წლის საქართველოს, იმიტომ რომ არასწორია პირდაპირ გეუბნებით. საქართველოს რა ელოდება გეუბნებით მე, აყვავება ელოდება. და ზუსტათაც სამართლიანობა იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დაალაგდება სიტუაცია, ამოისუნთქებს ხალხი და გაუმჯობესდება ცხოვრება. და ისე, რომ აქეთ გამოიქცევა ძალიან ბევრი. და ძალიან ბევრი ვერ შემოვა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ადგილი აღარ იქნება. და საქართველოს არაფერი არ ელის ცუდი. და ვინც ამას იძახით, წადით მაშინ იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ რო გონიათ, რომ იქ ვარდებით და არ იქ ფოდნოსებით და ხალიჩებით დაგხვდებიან. წადით ერთი და ნახეთ იმ ევროპაში რა პრობლემებია. ყველგან. და აღარ მინდა ეხა დავიწყო საუბარი. რა და როგორ. ეყარეთ აქ და ენასკვლელით დააჭირეთ. და ილოცეთ და მშვიდობა ითხოვეთ. თქვენი ქვეყნის ითხოვეთ საქართველოს გამთლიანება, გაბრწყინება, მშვიდობა საქართველოში. და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ და ქადაგებთ. ჩაეკეტება ყველა გზები. ყველა გზები თქვენ ჩაგეკეტებათ. თქვენ, იმიტომ რომ ვერ გამოხვალთ გარეთ. ძალიან მალე. ეს ორი დასტავიღე უკაცრავად, მაგრამ ამაღელვა, ეხა როგორ შეიძლება, რომ ამაზეც აპელირებდი ადამიანი, ანუ შლიდი, აკეთებდი ხო გაშლას და იძახდი შენ აზრს. იმას კი არა, რასაც გეუბნებიან. ინფორმაცია, ანუ რა არის, რაც მოდის. არამედ შენ ახვევ საზოგადოებას და გადმოსცემ, რომ ესე იგი და დაქცევაზე შენი ქვეყნის. დაიქცევით თქვენ, კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოს არ ელოდება არანაირი ცუდი. და ვინც ამას ფიქრობთ, დაასველეთ თქვენი ენები რა. მე კი არ გემუქრებით.
სხვანაირად მე ვერ გაგაგებინებთ თქვენ სიმართლეს. სიმართლე რა არის, იცი, როცა შენ ლოცულობ შენს ქვეყანაზე, როცა შენ დარდობ და გინდა რომ მშვიდობა იყოს. ეს არის გულისმიერი თხოვნა და სიმართლე და მე მოდის ინსაიდი იქიდან და პასუხების და მე ადრეც ვამბობდი, რომ იმათ მეთქე არაფერი არ გამოუვოთ, იმიტომ რომ სიძულვილის ენით სამყაროს არ ესმის. და ის სიბოროტე, რაც მათ ჩაიდინეს, ჯერ მარტო სიწმინდეებზე შეურაცხყოფა და რა ვიცი რა არა, აღარ მინდა ეხა ამაზე საუბარი. და როგორ ფიქრობთ, ეხა ეგენი გაიმარჯვებდნენ და მოვიდოდნენ? და სამყარო ამას დაუშვებდა და ნათელი ძალები და საქართველოს მფარველები არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი. საქართველოს სულიერი მისია არის ქრისტეს გზით, ქრისტეს ცნობიერებით ცხოვრება. ესე არჩია, აი სამყარომ, ხო? გადანაწილება ხო მოხდა ქვეყნების, ქალაქების, რეგიონების. აი საქართველო მოხდა აი ესეთ სულიერ, დიდ სულიერ, აი ესეთ ღვთიურ ადგილას, სადაც უნდა თავისი მისია შეასრულოს. რა? ქრისტეს გზით ცხოვრება. და თქვენ იმ მესამედით რო არ ხართ და არ ვიცი რამდენი ხართ. ის ნაწილი ქრისტეს რო ებრძვით და ღვთიურს და სიწმინდეს გაქრებით და ჯობია მოინანიოთ. უკაცრავად ორი დასტა ავიღე, ერთი არის ლენორმანი, მეორე არის ბოშური და იქნება კიდე პასუხები აი ესეთ ორაკულზე. ნამდვილ ლენორმანზე და ამ ორიდან აირჩიეთ რომელიც გინდათ, ან და ორივეს უყურეთ. ეს იქნება ჩვენი ახლო მომავლის ტენდენციები, ანუ კარც ვეკითხებით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რა სიტუაციაში, რა ვითარებაში, ან თუნდაც პარტნიორულ პირად სიტუაციაში, რომ ესე იგი გავიმარტივოთ ჩვენი ცხოვრების გზა ამ მაღალ ვიბრაციებთან ერთად, რომელიც მოდის და სიმართლე უნდა განცხადდეს, ესეთი დროა და აი თუნდაც ცუდი ფიქრიც კი ეხლა არ შეიძლება, იმიტომ რომ სრულდება, ამიტომ სულ უნდა ვიყოთ მაღალ ვიბრაციებში და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. და როცა არ ესმის იმ საზოგადოებას, იმ ნაწილს, რომელიც აპელირებს სულ ბოროტებაზე, სიძულვილზე, ძალადობაზე, საშინელებაზე, ომზე და ნატრულობს თან, წარმოიდგინეთ, ის ნაწილი ნატრულობს ომს. ესე იგი, ლოცულობ მშვიდობისთვის, მთელი სამყაროსთვის. და ის ნაწილი ნატრულობს ომს. ნუ ეხა, აი, არ ვიცი, კომენტარი არ მაქვს იმ ნაწილზე. პირადად ჩემთვის არ მაინტერესებს, არც იმისტი ვარ, არც ამისტი ვარ, ხო? სამყაროს კანონებს მივდევ, ვარ სულიერი ადამიანი და აი ესე მინდა ცხოვრება. მაღალ ვიბრაციებში, სულიერებაში, ღმერთთან, სამყაროსთან ახლო ურთიერთობა მქონდეს და მაგ უსამართლობაზე, ტყუილზე, სიცრუეზე, ცილის წამებაზე და ასე შემდეგ ძალიან აი ესეთი ჩემეული რეაქცია. არ ვიცი რატომ. ალბათ ესეც გამოსასწორებელია და ისე უნდა შევხედო რა, გავატარო. და არ უნდა ავღელდე, მაგრამ მაგ ჯერჯერობით. იმიტომ რომ ძალიან გადააჭარბეს. და ისევ იმათზე ვფიქრობ. გაქრებიან ესეთები რა. დამიჯერეთ. და ძალიან ცუდ დღეს ჩავარდებიან და ნამდვილად არ მინდა ვინმეს რამე დაემართოს. გააქრობ სამყარო. ვერ გაუძლებენ, იმ სიმართლეს ვერ გაუძლებენ, იმ მაღალ ვიბრაციას, იმ სულიერებას, იმ ღვთიურობას რა არის, შემწყნარებლობა და სიყვარულია. სულიერება, რაც მოვიდა, რა ვიცი, 6000 წლის უკან. სანამ ქრისტე მოვიდოდა, იყო ბუდა, ხო? გვატამა ბუდა, რომელმაც მოიტანა ეს ფილოსოფია, შემწყნარებლობის და სიყვარულის, მოყვასის სიყვარულის და ეს ყველაფერი წამოვიდა ეს ფილოსოფია და მერე შემოვიდა ქრისტეს მიერ ცნობიერება, მაგრამ საფუძველი, ხო?
ზემოდან მოვიდა ეს ყველაფერი. ღმერთიდან მოვიდა და ადამიანში განსხეულდა. და უკვე რომ განსხეულდა მოგვიტანა ეს შემწყნარებლობა, სიყვარული, მეგობრობა, მშვიდობა. და შენ ამას ეწინააღმდეგები, გესმის? და საუკუნეები გადის და ვინც ომით, რევოლუციით, აჯანყებით და სისასტიკით მოვიდნენ, ძალიან სავალალოდ და ცუდად დაამთავრეს და ეს დასასრულები გვაქვს ისტორიის წყაროებიდან, ხო? ვიწყებ პირველი ვარიანტით. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ყოფიერება ამ მაღალ ვიბრაციებში. შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ რა ვქნეთ, ყოლა უნდა გამოვიდე და ლექციები ვატარო. არ ვიცი, მათ არაფერი უშველით სამწუხაროდ. ჩვენ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. სიახლე მოდის ძალიან მალე. პირველ რიგში უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში ეს ძალაუფლება რას ნიშნავს რა, რაღაცა საქმიანობა, რა ის სფერო, რითიც ვართ დაკავებული, უნდა დავიჭიროთ ხელში, თქვათ რა, ვიაქტიუროთ, გზას მაჩვენებენ, თქვენი ცხოვრების გზა, რომელიც სამ ეტაპად უნდა გავყოთ. აი როგორ გავყოთ. ეხლა ხო ამას ვაკეთებ. მე ვთქვათ, აი გეგმები ჩამოვწეროთ, ხო? იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ ცოტა ემოციონალური ფონი გაქვთ ამაღლებული, მაგრამ ახალი დასაწყისი გაქვთ ადამიანთან შეხვედრა, მოდის რაღაცა ცნობა, არ ვიცი ეს სხვა ქვეყნიდან, არ ვიცი ეს გზავნილია, არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ადამიანზე, რომელმაც ანუ როგორ რაღაცა არის, წარსულში იყო ადამიანი, რომელმაც ან მოგატყუათ, ან გული დაგწყვიტათ, ან არაკეთილსინდისიერად მოგექცათ და ამაზე ცნობა, ანუ გაიგებთ ამას. და აი ამ ყველაფრის მერე ამბავი მოდის. ამ ყველაფრის მერე და ახალი დასაწყისი. შეიძლება ეს წარსულის ადამიანი ისევ დაგიბრუნდეთ. და ნახოთ აბა ეხა ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა პირადში ჩანს ყველაფერი, მაგრამ საჯაროში, თუ მიესადაგება თქვენ სიტუაციას, გააგრძელეთ ყურება. და ანუ რისი თქმა სურთ ამით კარტებს? წარსულიდან მოდის ეს ადამიანი? ეხლა ვინც პირველი ვარიანტი აირჩიე, კი? წარსულიდან ეს ადამიანი, ანუ როგორი რაღაცა არის, იცით? იყო ადამიანი, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, შეიძლება იყავით ერთად, იმიტომ რომ აქ ერთ მასში ამოდიხართ, ჰქონდათ ძალიან დიდი მიზიდულობა, აი ძალიან დიდი ქიმია რო იტყვიან და აქ არის კიდე სხვა ადამიანი, მამაკაცი, რომელიც შეიძლება თქვენ აარჩიეთ სხვა. ან ყავდათ ის სხვა. და ის უბრალოდ გრძნობით იყავით, ანუ მიზიდულობა ჰქონდათ სხვა ადამიანზე. სამკუთხედი, ოღონდ თქვენეული სამკუთხედი, აი როგორ გითხრათ. ორი მამაკაცი უნდა აგერჩიათ, ანუ ერთთან ჰქონდათ გრძნობა და მეორესთან იყავით. აი რაღაც ესეთი. ანუ თუ ეს ვარიანტი რაღაცნაირად ახლოს არის თქვენთან, მაშინ გავაგრძელებ. რისი თქმა სურთ ამით კარტებს თქვენთვის. ან ორ მამაკაცია საუბარი, ხო? რომელიც თქვენ, რა ვიცი, აარჩიეთ? საიდუმლო ვარიანტი, ანუ ეს იყოს დაფარული. ეს იყო თქვენი, ანუ დაფარული გრძნობა, მიმოწერა, მესიჯები და სამართლიანობა აირჩიეთ, ანუ დაშორდით იმას, ვის მიმართაც გრძნობა, ტოლვა გქონდათ. და ანუ ეს ადამიანი ისევ დაბრუნდება? თუ დაშორებულები ხართ, მაჩვენებენ, რომ დაშორდით, დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში? გულგატეხილი, მაგრამ მაინც გრძნობა აქ ამ ადამიანს. კი, დაბრუნდება და შემოგთავაზებთ რაღაც ისევ დაწყებას. ტრანსფორმაცია მოხდება ამ ადამიანში და თქვენშიც.
თავიდან იწყებთ ისევ ამ ადამიანთან, ანუ წარსული მოდის. კაი ორაკულს კითხავ. სტაბილური ურთიერთობა უნდა წარსულ ადამიანს. ანუ შეხვედრა იქნება როგორი იცით, სასიხარულო. პირველი ვარიანტი ვინ ჩაიფიქრე, ეს ადამიანი ბრუნდება? გრძნობით სავსე. კი, პაემანი იქნება. მოდის გრძნობით სავსე, დაგრუზული და არ ვიცი, ბევრი დაუგროვდა სათქმელი, თან მოენატრეთ, ტრანსფორმაცია შეცვლილი აბსოლუტურად და წარმატება, ანუ ძალიან გაგიხარდებათ. პირველ ვარიანტთან ესეთი ინფორმაცია მოვიდე, სპონტანურად, ხო, მე არც მიკითხია ადამიანზე. თვითონ კარტმა გვეპასუხა, მადლობა. პირველო ვარიანტო გადავედი მეორე, ბოშური. კარტები. რომაალე, ასე ქვია ამ კარტებს და ვეკითხები, აბა, მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, რა მორბის. რაც ამბავი. რას ეტყოდით მეორე ვარიანტის რესპონდენტს პირადზე? ახლა პირველმა პირადი გვაჩვენა, მეორესაც პირადი ვკითხოთ. პირადი. სამყაროს კარტი. ну, მოკლედ, თქვენ ხართ, ყველაფრით სავსე ადამიანი, გრძნობით, სიყვარულით, ბედნიერებით, სიხარულით, ემოციებით, ну, არ ვიცი რა, ბუნებასთან ახლოს ხართ, ან გიყვართ ბუნება ცხოველები, აქ ჩანს, რომ რაღაცა სიტუაცია გაქვთ გადასაწყვეტი, გადასაჭრელი, გზას ეხება და გექნებათ მამაკაცთან შეხვედრა, სხვათა შორის კარგი. აქ იკითხება გრძნობა თქვენსა და მამაკაც შორის, არის ასევე საუბარი ეს მამაკაცი გზაზეა, ან თქვენ აპირებთ წასვლას, ფიქრობთ ყოველ შემთხვევაში, არის რაღაც შემოთავაზება და რაღაცა ახალი ამბის გაგება მამაკაცისგან. აი ესეთი ვარიანტი ამოვიდა, მაგრამ თქვენ სამყაროს კარტი ამოდის პირველი და ყველაფერში, ანუ გადაადგილება, ქვეყნის შეცვლა, გზა ისედაც დადებითია და თქვენ თვითონ ასე გიყურებთ სამყარო. და ძალიან ისეთი დადებითი კარტი ამოდის ემოციონალურ ფონზე, რომ როგორაც არ უნდა თქვათ გიჭირდეთ თუ როგორ არის გტკიოდეთ, არაჩვენებთ მაინც. აქ ამოდის გზა აუცილებლად იქნება. ან ეს მამაკაცია გზაზე, ან თქვენ, ну, რაღაცა გაქვთ გადასაჭრელი გზასთან დაკავშირებით, აქ საუბარია კიდე ფინანსებსაც გაუმჯობესებული სიტუაცია, ფინანსურათაც თუ ამ გზაზე გადაწყვიტავთ და წახვალთ ფინანსური კეთილდღეობაც და მოდი ვკითხოთ, ეხლა კარგი კარტები ამოვიდა და ამიტომ ლენორმანს ვეკითხები, მეორე რესპონდენტს რას ეტყოდით მამაკაცთან პირადში მის ცხოვრებაში. ახლო მომავალი. გზაზე იყო საუბარი. თუ მიდის, თუ აპირებს. აი, ნახეთ, ამოხდა ეს კარტი, დამატებითი შემოსავლის წყარო, ამოხდა კარტი ცხოვრების, სახლის, ანუ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული, აი, სახლის ყიდვა, ეზო, მოწყობა, აი ესეთი რაღაც სტაბილური ცხოვრება. აი ამაზე ფიქრობთ და აპირებთ, რომ განახორციელოთ და იქნება ამაზე საუბარი, ისევ და ისევ ამოდის შეხვედრა, ან ადამიანისგან ამბავი, რომელიც გპირდებათ სტაბილურ ცხოვრებას, ან და გზაზეა დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში სახარბიელოა, კარგია და რჩევა თქვენზე, ანუ დაეთანხმოს მეორე რესპონდენტი ამ შემოთავაზებას კონკრეტულად. კი, სიყვარულია. იქ თქვენ დაგხვდებათ ახალი სიხარული. ანუ როგორც კი შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს, იმ გარემოს, სადაც ხართ, იწყება ახალი ცხოვრება. ეს არის ეზოთერიული, აი ესეთი ცნება, ადგილმდებარეობას იცვლი, იწყებ ყველაფერს თავიდან. მოკლედ, კიდევ ერთხელ მომიტევეთ შესავლისთვის, მაგრამ
ვამბობ და გავიმეორებ 2025 წელი საქართველოსთვის იქნება ყველაზე ამაღლებული, ყველაზე პერსპექტიული, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი. საქართველო აყვავდება, დასტაბილურდება ყველაფერი, აქ იქნება საუკეთესო ცხოვრება. და ემიგრანტები ჩამოვლენ, იმიტომ რომ იქნება სამუშაოები, კაი ადგილები და გვექნება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა. და ყველა ვიქნებით კარგად და ძალიან მაგრად. მოკლედ დროებით და წავედი.